ხება უნდა და დაიმსხვრევა და არაფერი. აი პარადოქსი ეს არის, რისთვისაც იღვაცა სოლომონმა სახელმწიფოს გაძლიერების თვალსაზრისით, უცბად შეიძლება დაირღვეს. და ეს არის ერთგვარი ნიშანი იმისი, რომ თუ სულიერი ხაზი არ არის გატარებული მკაცრად და მხოლოდ მატერიალურზე არის აგებული წარმატების საზომი, რეალურად ვერ შეძლებს შენარჩუნებას აი ამ მთლიანობისა და პარადოქსია სწორედ ის, რომ რისთვისაც ყველაფერი გაწირა, ის ყველაფერი ახლა რისკის ქვეშ დგება. რისკის ქვეშ დგება და არ ნარჩუნდება. არ ნარჩუნდება. არ ნარჩუნდება, აი მე მახსენდება გუშინ კითხულობდი სწორედ ამას მაცხოვრის სიტყვები. გააჩნია სატკრებ. შეკრებით ყველა შემთხვევაში შეკრება, რა ერთ ადგილას თუ ის ღმერთში შეკრები, დაიტოვებ, მეორე შემთხვევაში თუ ღმერთში არ შეკრები, გაგებნევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოლომონის